მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელსაც მე სალომე ასათიანი ვუძღვები. ეს გადაცემა გახლავთ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი და ჩვენ პრაღიდან თბილისში ვესაუბრებით სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმარია უჩან ანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი წარმოადგენს კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომელიც ზედამხედველობას უწევს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. პრინციპების, რომლებიც ალბათ შეიძლება ვთქვათ, საქართველოში ჯერჯერობით არც საზოგადოებრივი აზრის ბირთვს წარმოადგენს და არც პოლიტიკური კონსენსუსის. ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში კვლავ ძალიან ხშირად და ბევრი ფორმით ირღვევა. აკეთებს თუ არა სახალხო დამცველი საკმარის საიმისოდ, რომ კონსენსუსი შეიცვალოს და ადამიანის უფლებები ზოგადი და აბსტრაქტული ცნებებიდან რეალურ, გათავისებულ და დაცულ პრინციპებად იქცეს. ამ და სხვა თემებზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს უჩან ანუაშვილს. მოგესალმებით ბატონო უჩა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ გვეწვიეთ. საუბარი უნდა დავიწყოთ ალბათ ბოლო დღეების მოვლენებით, თქვენ საგანგებო განცხადებით გამოეხმაურეთ და დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველად მიიჩნიეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებად აქცევს რელიგიური გზნობების შეურაცხყოფას. თქვენ ამბობთ, რომ ეს ინიციატივა ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, თუმცა პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა, როგორც ვიცით, მიიღო დათანხმდა ამ ინიციატივას. აი, მაშინ თქვენი ლოგიკით როგორ გამოდის? დაარღვია თუ არა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ადამიანის უფლებები ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება? შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ახალი თემა, რამდენიმე წლის წინ, ზუსტად იგივე საკითხზე. დაახლოებით ანალოგიური განცხადება გავაკეთეთ, მაშინ ასევე საზოგადოება იყო საკმაოდ აქტიური და მოახერხეთ ის, რომ დაგვერწმუნებინა ხელისუფლება, ამ შემთხვევაში პარლამენტი, რომ ამ ინიციატივას მსვლელობა არ მისცემოდა. მე დღესაც ვხედავ გამოხმაურებას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა იყოს აუცილებლად ნებისმიერი ნორმა განჭვრეტადი, აუცილებელი არის, რომ გამოხატვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას და თუ კი იქნება რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული გამონაკლისები სახელმწიფო უნდა დაასაბუთოს, რომ იყოს სწორედ ობიექტური, იყოს გათვალისწინებული, იყოს ობიექტურად იდენტიფიცირებული, ასე ვთქვათ, იყოს უფრო მეტად ინტერესი საზოგადოების და არა რაღაც სუბიექტურ გრძნობებზე, სუბიექტურ გრძნობებთან დაკავშირებით მოხდეს შესაბამისად გარკვეული ნორმების შეცვლა. ხო, მაგრამ პარლამენტის კომიტეტის ქმედებას როგორ აფასებთ თქვენც და ეს კომიტეტიც ემსახურებით ქვეყანაში უნდა ემსახურებოდეთ ადამიანის უფლებების განმტკიცებას. ესეთ წინააღმდეგობაში მოდის, როგორც გამოჩნდა თქვენი პოზიციები. ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო არის, სამწუხარო ნაბიჯი არის, ასეთი ინიციატივები სამწუხაროდ ყოფილა. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივას შემდგომი მსვლელობა არ მიეცემა და ერთხელ სამუდამოდ საქართველოში ყველაფერს დაერქვევა თავისი სახელი, რომ შეუძლებელია რაღაც გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე მოხდეს რაიმე ნებისმიერი უფლების რეალიზაცია და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უკანასკნელი წლების განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადადგა იქითკენ, რომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენთან უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ მსგავსი რიტორიკა უნდა დასრულდეს ის, რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული, სწორედ მასეთი ხარვეზები და მე სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი სამწუხარო გადაწყვეტილებად ვიმაჩნია, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში. თუმცა მომხრეებს ცხადია ამ გადაწყვეტილებისა და ამ ინიციატივისა მოაქვთ მაგალითები სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის ქვეყნების, სადაც მართლაც მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობაში არსებობს მკრეხელობის კანონები. ამ ქვეყნებში ხშირად ეს ძველი დროის გადმონაშთია, ეს კანონები პრაქტიკულად არ მოქმედებს, მაგრამ კამპანია არის, რომ კანონმდებლობიდანაც ამოიღოთ. ყოველ შემთხვევაში ეს მოყავთ ხოლმე არგუმენტათა, როგორ ფიქრობთ ზოგადად რო ვილაპარაკოთ, ჭირდება თუ არა რელიგიას განსაკუთრებული დაცვა? რატომ არის, რომ თქვა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მოქალაქეებს შეუძლიათ ერთმანეთი აკრიტიკონ, ლანძღონ კიდევაც და ამაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება. რელიგიასთან მიმართებით, რელიგიის კრიტიკა რატო უნდა იწევდეს რაღაც განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობას?
მე ნამდვილად ვერ ხედავ ამის საჭიროებას, მე ვფიქრობ საკმარისად არის გარკვეული გარანტიები კანონმდებლობაში იმისათვის, რომ იყოს ეფექტურად დაცული რელიგიის თავისუფლება, დამხრივ რაიმე სიახლეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ხედავთ პირიქით, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ არაერთ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიების წარმოება. მოგესალმებით, ბოლო წლების განმავლობაში იყო არაერთი ინციდენტი, როდესაც რამდენიმე რელიგიური ჯგუფის მისამართით, განსაკუთრებით მუსულმანთა მიმართ მოხდა გარკვეული ინციდენტები, სამწუხაროდ დღემდე არც ერთი ასეთი კონკრეტული ინციდენტი ბოლომდე არ არის მიყვანილი, ანუ გამოძიება ბოლომდე არ არის მისული და ეს როდესაც ასეთ ფონზე ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტებს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის საგანგაშო. ანუ ამის აუცილებლობას მე ნამდვილად ვერ ხედავ, მე ვერ მოვისმინე დასაბუთებად, თუ რატომ უნდა დაიწყოს პარლამენტმა განხილვა მსგავსი კანონპროექტის, მით უმეტეს, როდესაც პრობლემა გაცილებით უფრო ფართოა და სხვა მიმართულებით. ეს პრობლემა უკავშირდება საზოგადოების მიმღებლობას, განსხვავებულისადმი ზოგადად, ამ შემთხვევაში იგივე რელიგიური ნიშნით განსხვავებული ადამიანებისადმი და ასევე განსაკუთრებით ეფექტური გამოძიების საკითხი, რომელიც მთლიანად კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში არის სერიოზული პრობლემა უკვე წლების განმავლობაში. აქ საუბარი არის როგორც სიძულვით მოტივებული დიახ, საუბარი სანამ სხვა თემებზეც გადავალთ და სხვა უმცირესობების საკითხებზე, ასევე სხვა სფეროებზე, სადაც ადამიანის უფლებები პრობლემურია ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ რელიგიის თავისუფლება და მისი ცრულყოფილი სარგებლობა საქართველოში კვლავაც ერთ-ერთ მწვავედ თემა რჩება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ხშირად, როგორც თქვენც აღნიშნავთ, იზღუდება ლოცვა, წინააღმდეგობა ხდება ლოცვისთვის განკვეთილ ნაგებობებს და ახლა საილუსტრაციო გსურს ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ ნაწყვეტები პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებების არქივიდან, რომლებიც ეხება ამ შემთხვევაში მუსლიმების და იეჰოვას მოწმეების უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ სოფელში. მუსლიმთა პარასკევის ლოცვამ დღეს ინციდენტის გარეშე ჩაიარა. სამლოცველო სახლში არ მისულან ადგილობრივი მცხოვრებლები. არ იყვნენ არც სამთაწყაროელი მუსლიმები. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია. პარასკევის ლოცვას არ დასწრებია გასულ პარასკევს ინციდენტის შედეგად დაზარალებული სამთაწყაროს მუფტი. სულიკო ხოზრევანიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ადგილობრივები მას პარასკევის ლოცვაზე დასწრებას უკრძალავენ. სოფლის ცხოვრებლები პოზიციას არ იცვლიან. ისინი სამლოცველოსთან არ მისულან, მაგრამ ამბობენ, რომ მუსლიმთა ლოცვის წინააღმდეგი არიან. სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება 2 თვის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სოფელში სამლოცველო სახლის გახსნა გადაწყვიტა. მას შემდეგ ყოველი პარასკევის ტრადიციული ლოცვის დროს ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ხელთუბნის მოსახლეობა ირწმუნება, რომ მათმა თანასოფლელმა მშენებლობა მეგობრებთან ერთად წამოიწყო. ნაგებობა კი იეჰოვას მიმდევართა თავშეყრისთვისაა გათვალისწინებული. სახლი არის ეს. სახლია თუ სხვა რამეა ჩემია. რა არის შენ? მე გაწმეს ვერ შესაძლოა. არა, შენ რა ეს ამბავი ნუ გაკეთე ბაკეთო. შენი კი რა? თუ 10 სართულიან დადგება და შენი იყო. შენ გაკეთე. რატო არ გიახსნა? რამ გამოიწვია დაპირისპირება მოსახლეობა? ჩვენ არავის ვერ ვიპირისპირდებით და ვერ გეტყვით კანონს. ჩვენ არ ვიცით რა. ვისია ეს სახლი? ვის ეკუთვნის? მშენებლობა სოფელში დაპირისპირების მიზეზი რამდენჯერმე გახდა სიტუაცია. იმდენად დაიძაბა, რომ საპატრულო პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. ზუგდიდში მდებარე სახლს კი სახელწოდებით სამეფო დარბაზი რამდენიმე დღის წინ იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივების თქმით, იქ იეჰოვას მიმდევრები კონფერენციებს მართავენ. ასეთი შემთხვევები ხშირია და ცხადია, მხოლოდ რელიგიურ უმცირესობებს არ ეხება და ალბათ შედარებით ადვილია, როცა ესეთი კონკრეტული შემთხვევა ხდება, ძალადობა ხდება, რომ დაუშვათ უმრავლესობის წარმომადგენლებს უწოდოთ მოძალადეები, მოუწოდოთ კანონის შესრულებისკენ, კონსტიტუცია შევახსენოთ, უწოდოთ ქსენოფობებიც, ესეც ხშირად ხდება ჩვენ საზოგადოებაში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აი ეს შიშები ძალიან გავრცელებული ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ წარმოადგენს კულტურულ შიშებს და უკავშირდება ესეთ რეალურ ფაქტორებს, კულტურული იდენტობის დაკარგვას, რაღაც უცხოების მიერ გარკვეული საფრთხეს. მცდარია ეს შიშები, მაგრამ ეს შიშები არსებობს და ჩვენ გვაინტერესებს რა საკეთებს თქვენი ინსტიტუტი საიმისოდ, რომ დაიწყოს გულახდილი დისკუსია, სერიოზული, პროაქტიული დისკუსია, არა შემდგომი რეაგირება უკვე მომხდარ ფაქტზე, არამედ აი ამ შიშებთან დასაპირისპირებლად მათი გაფანტვის მიზნით, თუნდაც ამ უმრავლესობის წარმომადგენლებთან უფრო სერიოზული საუბრის მიზნით, საიმისოდ, რომ თუნდაც გამოჩნდეს ის, რომ ქართული კულტურა და არც ერთი კულტურა არ არის ჰომოგენური ჩვენ ეროვნულ იდენტობაში და კულტურაში, სწორედ უმცირესობებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და მსგავსი. აი რა კეთდება ესეთი ვთქვათ სერიოზული რეფლექსიისათვის? Თქვენი ინსტიტუტის მიერ.
თქმა უნდა, სწორი ბრძანეთ ეს არ არის ახალი გამოწვევა, ეს პრობლემა არსებობს საზოგადოებაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში. სახელმწიფოს აპარატი აქტიურად არის ჩართული ზოგადად ამ კულტურის შესაცვლელად. სწორედ ამ მიზნით იქნა შექმნილი რამდენიმე თვის წინ, გასული წლის ოქტომბრიდან ჩვენს ინსტიტუტში სპეციალური ორგანო ადამიანის უფლებათა აკადემია მუშაობს. ეს არის მუდმივი ცენტრი, სადაც ხდება გარკვეული ტრენინგ პროგრამების მომზადება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის და ჩვენ უკვე რამდენიმე ჯგუფს უკვე ჩაუტარეთ ტრენინგი და აქ საუბარი არის როგორც საჯარო მოხელეებზე, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის და სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცოდნის გაღრმავება, ცნობიერების ამაღლება, მათ შორის დისკრიმინაციის საკითხებზე, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაზე და ეს იყო ერთ-ერთი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს. ასევე იქნა მიღებული 2 წლის წინ კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ, შესაბამისად სახელმწიფოს აპარატს დაეკისრა კიდევ ერთი დამატებითი მანდატი, რომ გამოავლინოს სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები და ამ ხრივად ჩვენ მათ შორის ცნობიერების ამაღლების კუთხითაც გვაქვს არაერთი ტრენინგი, ჩვენი მუშაობა ასევე რეგიონების მასშტაბით არის ასე ვთქვათ გაზრდილი და ჩვენი წარმომადგენლობა გაიზარდა რამდენიმე რეგიონში, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა სფერო, ყველა თემა, ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ცხელი ხაზი ამუშავდა სულ ახლახანს და ჩვენ უკვე ონლაინ რეჟიმშიც და ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ვიღებთ ყველა შეტყობინებას სავარაუდო დარღვევის შესახებ და შექმნილი არის მობილური ჯგუფი, რომელიც ასეთ კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით აქტიურად რეაგირება. ტრენინგებით რამდენად გაწვდებით და ეს ხო ზოგადად საზოგადოების პრობლემაა და როგორც თქვენც ბრძანებთ, სოციალურ ფენებში საკმაოდ ღრმად გამჩნდარი, მათ შორის სოფლის მოსახლეობაში, ღარიბ ფენებშიც ეს ტრენინგი ეს უკვე ცნებათაც ჩამოყალიბდა, გარკვეული რაღაც NGO სექტორთან დაკავშირებულ ცნებასთან, უკვე 20 წელია ტრენინგი გვესმის, რომ ტრენინგები ტარდება, არა რაც საკვირველია მხოლოდ თქვენი ინსტიტუტის მიერ არა, მაგრამ კონსენსუსი საზოგადოებრივი განწყობა დიდად არ იცვლება. უფრო მეტი პროაქტიული მოქმედება ხო არ არის საჭირო? ის რომ დისკუსია დაწყებული არის მთელ რიგ საკითხებზე, მე ვფიქრობ ეს არის გარკვეულწილად პროგრესი. ის რომ დაუშვათ წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო გარკვეულ თემებზე საუბარი და დღეს მე ვფიქრობ არის უკვე რაღაც საუბრები დაწყებული, დისკუსიები დაწყებული. ის რომ მაგალითად თუნდაც სახელმწიფოს ანგარიშებზე ხდება რეაგირება და ჩვენ გვაქვს რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ უკვე წარმოადგენთ გასული წლის ანგარიშს, სადაც ვნახავთ რომ რეკომენდაციების ნახევარზე მეტი არის შესრულებული, ხო? ანუ გარკვეულწილად პროგრესი არის, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ აქ პრობლემა არის არა მხოლოდ ხელისუფლებაში და მე ვსაუბრობ იმ არაადეკვატურ რეაგირებაზე კონკრეტულ ინციდენტებზე, ხშირად დაგვიანებულ რეაგირებებზე, როდესაც საუბარი არის ინციდენტებზე, რომელიც ახლა ჩვენ ვნახეთ კიდეც, ასევე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არის საკმარისი რეაგირება და ამ შემთხვევაში სწორედ არის რომ პრეცედენტები უნდა შეიქმნას ქვეყანაში, როდესაც მოხდება კონკრეტული დარღვევის შეფასება, მოხდება კონკრეტული დარღვევის ბოლომდე მიყვანა და მე ვფიქრობ გარკვეულწილად არის მნიშვნელოვანი როგორც ცნობიერების ამაღლება და ამ ხრივ უფრო მეტი პროაქტიული მუშაობა ყველა ინსტიტუტის, ასევე მნიშვნელოვანი არის რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი ამუშავდეს და რეალურად იქნას გამოყენებული ის ბერკეტები, რომელიც კანონმდებლობაში დიახ, რაც ეხება ბერკეტებს და სახელმწიფოს მოქმედებას, ალბათ ბოლო პერიოდის უმცირესობების მიმართ ძალადობის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა, ესეთი არქეტიპული, რომელიც ყველას გვახსოვს და გვეხსოვნება დიდხანს ალბათ, იყო 2013 წლის 17 მაისი თბილისის ცენტრში მომხდარი პოგრომი, რომლის დროსაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა ჩაშალეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავი აქცია. ახლა ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ კადრები, რომელიც რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოაწოდა, რომელიც ეს მონაწილე აქციის სხვა წევრებთან ერთად ავტობუსით გაარიდეს აგრესიულ ბრბოს მაშინ ამ თავდასხმას. Policja,
იმ დღეს თქვენც მოგიწიათ აგრესიულ ჯგუფთან დაპირისპირება, ეს კადრებიც შეგვიძლია ვნახოთ ახლა. თუმცა როგორც დღეს ვიცით, აი ამ ძალადობრივ მასშტაბურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. სასამართლომ 2015 წელს უდანაშაულოდ ცნო ამ თავდასხმებისთვის ბრალდებული 4 პირი. როგორ თვლით, დამარცხდა თუ არა სახელმწიფო ძალადობასთან და სიძულვილთან ბრძოლაში და რატომ არ შეაფასა ეს მოვლენა თქვენმა აპარატმა გამორჩეულად მკაცრად თქვენს ანგარიშებში ცხადი ამაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი სამარცხინო სურათი ბოლო წლების ისტორიაში, შესაბამისად ის არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტი, არამედ ის თუ რა შეფასება მისცა ამ ინციდენტს კონკრეტულად ქართულმა მართლმსაჯულებამ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთეთ კომენტარი, თუმცა საპარლამენტო ანგარიში იქნება შეჯამებული გასული წლის ყველა მოვლენა, მათ შორის ეს ფაქტი, რომ არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი სამწუხაროდ არ დადგა ამ ძალადობასთან დაკავშირებით და დაუსჯელობასთან მივდივართ კვლავ, ანუ როდესაც არ ისჯება კონკრეტული მოძალადე და ეს გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი სტიმული იმისთვის, რომ მოხდეს კიდევ ერთი ახალი ძალადობა და ჩვენ გქონდა ასეთი არაერთი ფაქტი, როდესაც ხან ერთი, ხან მეორე, მესამე ჯგუფის მიმართ ხდება ძალადობა და რეალურად ის რომ დაუსჯელობის სინდრომი ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი და ამართებით შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო როცა არ სჯის ასეთი ძალადობის შემოქმედებს, ასე ვთქვათ. როგორ ახსენებთ? ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად თანაგრძნობას უცხადებს მოძალადეს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გქონდა განცხადება. ეს ეხებოდა როგორც ჰომოფობიურ დამოკიდებულებას და კონკრეტულად 17 მაისის მოვლენებს, ასევე სხვა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იყო ასევე რელიგიური ნიშნით იყო ასევე და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ რამდენიმე ასეთი ცნობილი ინციდენტი მოხდა, სადაც სამწუხაროდ არავინ არ დაისაჯა, პირიქით დაისაჯნენ, შეიძლება ეთქვან მხოლოდ შერჩევით და ასეთი კონკრეტული ფაქტები გვაქვს. გასულ წელს სამწუხაროდ ასეთი ფაქტი მოხდა ოქტომბერში, როდესაც 3 ადამიანი პარლამენტთან სწორედ იმის გამო იქნა დასჯილი, რომ მათ თავდასხმა მოახდინეს პარლამენტის უმრავლესობის წევრზე, მაშინ როდესაც უმცირესობის არაერთ წევრზე განხორციელებულ ძალადობრივ აქტებში მონაწილე პირებზე არ ყოფილა იგივე ღონისძიება, საპატიმრო ღონისძიება გამოყენებული, ხო? ჩვენ ვიცით ასეთი არაერთი ფაქტი, როდესაც სასამართლომ მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა და ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ რეალურად დაუსჯელობა საქართველოში ღირს 100 ლარი. ეს არის ის თანხა, იმ ჯარიმის ოდენობა, რომელიც სამწუხაროდ ერთგვარ პრაქტიკად დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან ერთი ძალადობა, რა თქმა უნდა, წარმოშობს მეორეს, ახალისებს კიდევ და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთგვარ წრეში, ასე ვთქვათ, მოჯადოებულ წრეში ვიმყოფებით უკვე რამდენიმე წელიწადია. გასაგებია. ამიტომაც არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის დაკისრება ისევ და ისევ, როდესაც არ ხდება რეაგირება და ისევ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის განვითარება და კიდევ ერთი ძალიან მწვავე თემა, რომელიც ბუნებრივია უკავშირდება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გაურკვეველი მიზეზებით საქართველოში დიდი ხანია გაჭიანურდა ეგრეთ წოდებული მესამე ტალღა მართლმსაჯულების რეფორმისა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ კლავაც არ არის განხორციელებული. ერთი, როგორც თქვენს ხშირად აღნიშნავთ, თქვენს ანგარიშებში მოსამართლეებს შორის საქმეების ელექტრონული წესის განაწილება არ არის სანერგილი, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა სუბიექტურ ჩარევას ამ პროცესში და რაც თავარია მოსამართლეების დანიშვნის გამჭვირვალობა და მკაცრი კრიტერიუმების შემუშავება კლავაც ვერ ხდება. ეხლა საერთოდ გავრცელდა ინფორმაცია ამ კვირაში, როგორც იცით, რომ გააჟონა კიდევაც მოსამართლეების ტესტის შედეგებმა. აი თქვენი შეფასებით, რასთან გვაქვს საქმე? აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არის რეალურად ნება, რომ მოხდეს მართლმსაჯულების რეფორმა? პარლამენტი აჭეონურებს ამას თუ უბრალოდ სასამართლო სისტემაში არ არის რესურსი საიმისოდ, რომ ხელისუფლების ეს შტო მართლა გადაიქცეს, ან ეცადოს იმოძრაოს იქითკენ, რომ დამოუკიდებელი გამჭვირვალე და რეალურად სამართლიანი გახდეს. რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით, რომ ქვაკუთხედი არის რეალურად რეფორმის განხორციელების პროცესში
მართლმსაჯულების როლი. შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული 54 გადაწყვეტილებიდან 37 ეხებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ანუ ამ უფლების დარღვევას და ეს დაადასტურა სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ანუ წლების განმავლობაში იყო პრობლემები და ამაზე საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რაც არის ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ რეფორმები დაჩქარდეს, განხორციელდეს და ასე ვთქვათ, ერთხელ სამუდამოდ ამ სფეროში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ მართლმსაჯულება გახდეს დამოუკიდებელი და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ნაბიჯები ნამდვილად იყო ბოლო წლების განმავლობაში გადადგმული, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის არასაკმარისი. და სად არის მთავარი პრობლემა? თქვენ როგორც განზრდგომი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, როგორ აფასებთ? აი, სად ხედავთ? ყველგან არის ცხადია პრობლემები, მაგრამ მთავარი სად? ეს არის პრობლემები არის მრავალმხრივი. აქ მე ვფიქრობ, ყველა ჩამოთვლილი სტრუქტურიდან ალბათ გარკვეულწილად ნაწილობრივ მაინც ყველას მიუძღვის გარკვეული ბრალი იმაში, რაც დღეს არის შექმნილი. ეს არ არის პრობლემა, რომელიც შეიქმნა, ასე ვთქვათ, დღეს, ეს რეალურად ბოლო თვეების განმავლობაში სააშკარაოზე გამოვიდა ძალიან ბევრი შიდა სამზარეულო, რომელიც ამ სფეროში არსებობდა. პრობლემა არის თუნდაც ის, რომ არ ხდება იგივე თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოსამართლეების მისამართით. 30-ზე მეტი რეკომენდაცია და წინადადება იყო გაგზავნილი სახალხო დამცველის აპარატიდან, ჩემი და ჩემი წინამორბედების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საუბარი არის მოსამართლეთა მხრიდან არაჯეროვნად ან უხეში დარღვევის გამოყენებით საქმის წარმოებასთან. არც ერთ საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ რეაგირება არ მომხდარა და ესეც გარკვეულწილად არის კვლავ გაგრძელება იმ სინდრომის, რომელზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობთ. ანუ ამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის თანახმად, ალბათ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ საქართველოს მოხდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე დაბალია ნდობა სასამართლოს მიმართ, ის აღიქმება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად და ალბათ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს უნდობლობა ახლა მხოლოდ გაიზრდება, როცა ხედავთ, რომ ლამის მთელი სისტემა, ანუ ძალიან დიდი უმრავლესობა ღია მხარდაჭერას უცხადებს მოსამართლეებს, რომლებსაც წარსულში გახმაურებული და უსამართლო საზოგადოების ახმით უსამართლო განაზღვრეტილებები აქვთ მიღებული. ეს არის სამწუხარო და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ნეიტრალური დამკვირვებელი კარგად ამჩნევს მდგომარეობას თუ რა ხდება სისტემაში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ დაჩქარდეს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, მათ შორის იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ეხება საქმეების განაწილების ელექტრონული წესის შემოღებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეფორმას, რომ არ მოხდეს იმ ფორმით მოსამართლეთა დაწინაურება და დანიშვნა, როგორც აქამდე ხდებოდა და სამწუხაროდ ეს პროცესი კვლავ გრძელდება და რეალურად ჩვენ კვლავ ამ რეჟიმში მუშაობთ და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, და ჩვენ ვეცადეთ რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოეხდინა რეაგირება სახალხო დამცველის აპარატიდან გაგზავნილ კონკრეტულ წინადადებებზე. მე ვსაუბრობ რამდენიმე ათეულ კონკრეტულ დარღვევაზე, რაზეც არანაირი რეაგირება თვით განხილვაც კი არ შემდგარა საბჭოს სხდომებზე, ჩვენი რეკომენდაციების და წინადადებების განხილვაც კი არ მომხდარა და ეს არის მე ვფიქრობ საგანგაშო სწორედ. კიდევ ერთი ძალიან მწვავე თემა, ალბათ უმწვავესი და თან პოლიტიკურად დამუხტული არის წამების პრობლემა. სწორედ თქვენს უწყებას წარმოქმედებს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რეალურად ერთადერთი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია მონიტორინგი განახორციელოს. გვაქვს უკვე სხვადასხვა ანგარიში, ევროსაბჭოს კომიტეტის ანგარიში 2015 წლის დეკემბერში გასაჯაროვდა, სადაც კვლავ არაერთ პრობლემაზეა ლაპარაკი, მათ შორის მისასალმებელ ცემაზე, ციხის თანამშრომლების მხრიდან ხელბორკილებ დადებული პატიმრების ცემაზე. საკმაოდ მძიმე შეფასებებია Freedom House-ის ბოლო ანგარიში, ციტატა მინდა წავიკითხო, სამართალდამცველთა წარმომადგენლები განაგრძობდნენ წამების არასათანადო მოპყრობის გამოყენებას და ბევრ შემთხვევაში ჩადენილ დანაშაულზე მათ პასუხი არ უგიათ. და ასეთ ფონზე საქართველოში კვლავაც არ ხერხდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცავ ორგანოებში მომხდარ მსგავს დანაშაულს და ამ დანაშაულებს სისტემაში მომხდარ დანაშაულს კვლავ სისტემა იძიებს თავად სისტემა. რატომ ხდება ეს? რატომ არ თუ რეალურად არის ნება ხელისუფლებაში რომ წამება აღმოიფხვრას, საზოგადოების წნეხიც ძალიან დიდია ამ საკითხთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, მაინც ჭიანურდება რეალური ქმედითი მექანიზმის შექმნა. აქ საუბარი არის როგორც წარსულში მომხდარ დარგვებთან დაკავშირებით და წამების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ასევე ბოლო წლებში მომხდარ ანუ ახალ საქმეებზე, სადაც ასეთი ათეულობით კონკრეტული ფაქტი იყო დაფიქსირებული. ჩვენს წინა წლების ანგარიშიც არის საუბარი, მაგალითად 2014 წელს 28 დოკუმენტირებული ფაქტი იყო არასათანადო მოპყრობის, როდესაც ჩვენ გვქონდა კონკრეტული მტკიცებულებები, სამედიცინო ჩანაწერები, მოწყვეტა ჩვენებები მასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ასეთი ფაქტები არსებობს. თუმცა მე
გარკვეული შენიშვნა მინდა გამოთქვა იგივე წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მისალმებით, ასე ვთქვათ, ცემას, მსგავსი პრაქტიკა სახელმწიფოს აპარატში ჩემი მუშაობის პერიოდში არ დაფიქსირებულა და ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციით ასეთ ინფორმაციას არც ერთი პატიმარი ჩვენთან ყოველ შემთხვევაში არ ადასტურებს. თუმცა პრობლემები არის ძალიან ბევრი, შეიძლება ითქვას, რომ სისტემური ფორმა არ აქვს წამებას, მაგრამ არასთანადობობის ფაქტებზე ვსაუბრობდი მე, გასულ წელსაც იყო ასეთი არაერთი ფაქტი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა შეიცვალა, გასულ წელს მაგალითად უფრო მეტი ფაქტი, მსგავსი ფაქტი მოხდა პოლიციის იზოლატორებში და პოლიციასთან გვაქვს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, საჩივარი ვიდრე სასჯელ ახსნილების დაწესებულებებში და ეს არის ბოლო პერიოდში, ბოლო თვეების განმავლობაში მოხდარი ერთგვარი ტენდენცია. აქ საუბარი არის ალბათ იმაზე, რომ ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯი იმისთვის, რომ სისტემურ პრობლემას სისტემურად უპასუხოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯი იმისთვის, რომ შეიცვალოს სისტემა, რომ არ დარჩეს სისტემა კონკრეტულ შემთხვევებში კეთილი პოლიციელის ან კეთილი სამართალდაცავების იმედად, რომ ისინი სწორედ ამის კითხვა მინდოდა, ანუ რეალურად თქვენ ამბობთ, რომ სისტემა არ შეცვლილა და ყველაფერი დამოკიდებულებაა კეთილნებაზე, ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან და რომ შეიცვალოს ეს ნება და დაუშვათ უფრო დაუშვან წამების პრაქტიკა, შეიძლება რომ ისევ იგივე სურათს დაუბრუნდეთ, ანუ რეალურად სისტემა არ არის შეცვლილი. იცტრარის სისტემა უნდა შეიცვალოს, გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული, მე ასევე უნდა ვახსენო, რომ მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეფართოებინა როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია და ჩვენ რამდენიმე ცვლილებაც განვახორციელებთ ბოლო პერიოდში, მათ შორის სექტემბრიდან მიმდინარე წელს ასევე ძალას შევა ნორმა პატიმრობის კოდექსში, რითაც მოგვეცემა შესაძლებლობა ფოტო გადაღება მოვახდინოთ ასე დახურულ დაწესებულებებში და ეს კიდევ ერთი ბერკეტი ჩვენთვის 1 სექტემბრიდან დიახ, რომ ჩვენ შეგვეძლება დოკუმენტირება როგორც პირობების, ასევე კონკრეტული დაზიანებების სხეულზე თუ კი ასეთი იქნება. ეს რაც ეხება თქვენს უწყებას, მაგრამ ხელისუფლებაში თუ არ იქნება რეალურად სისტემური ცვლილებების გატარების ნება, არაფერი რეალურად არ შეიძლება. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი არის, მე ვფიქრობ, ის გამოსავალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც შეცვლის მთლიანად სისტემას ამულ შეიქმნას. რა პრობლემა, რატო ვერ იქნება ეს მექანიზმი? ვინ ეწინააღმდეგება ამას? ყველა რეკომენდაცია ეს რეკომენდაცია ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის ჩვენიდან, ფაქტიურად ჩვენ ამას უკვე მიმეორებთ უკვე არაერთ შეხვედრაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითვალისწინებენ და იმეორებენ ამ რეკომენდაციას. თომას ამარბერგი იყო ასევე გამოსული მსგავსი ინიციატივით და ეს ყველას გვახსოვს. აქ როგორც ჩანს არის მაინც პრობლემა იმაში, რომ ხელისუფლება რაღაცნაირად ნაბიჯს ვერ დგავს კონკრეტული ცვლილების განსახორციელებლად და სწორედ ეს არის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ არ და ვერ შესაძლებელია ორივე იყოს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ვფიქრობ ის, რომ და რაც ჩვენ მოვახერხეთ, მე ვფიქრობ იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებინა, არის ის, რომ დღეს მთლიანად სამოქალაქო სექტორი, სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოების დიდი ნაწილი, მე ვფიქრობ, ამ იდეის გარშემო არის გაერთიანებული და ალბათ დღეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ჩვენ კონკრეტული ცვლილებები უნდა მოვითხოვოთ. არის მნიშვნელოვანი წელი და ჩვენ ველით, რომ ეს კონკრეტული ინიციატივა სწორედ ამ წელს, მიმდინარე წელს განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გადაწყვეტა. ისევე როგორც მაგალითად სხვა შემთხვევაში მოხდა თუნდაც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო, თუნდაც რამდენიმე წლის წინ, დღეს ასე თუ ისე რაღაც ფორმით ჩვენ ეს გარკვეულწილად მექანიზმი გვაქვს, არასაკმარისი, მაგრამ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იქნება სისტემური პასუხი სისტემურ პრობლემებზე და იმ დაუსჯელობაზე, და რა აიძულებს თუ ამდენი ხანი არ არის ნება ხელისუფლებაში ამ მექანიზმის შექმნისა, რატომ გაქვთ იმედი, რომ ეს მექანიზმი მაინც შეიქმნება? ჩვენ უფრო კონკრეტული პასუხები გვაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება ახლა მაინც გადადგას ეს ნაბიჯი, მით უმეტეს, როდესაც წლების განმავლობაში და ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი კონკრეტული ფაქტი დავაფიქსირეთ, სადაც სწორედ ასეთი პრობლემები ჩნდებოდა იმის გამო, რომ არ იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო. პრობლემები არსებობდა როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კუთხით საგამოძიებო ორგანოების და ასეთი ათეულობით საქმე იყო ფაქტიურად დოკუმენტირებული ჩვენს მიერ. წამების შემთხვევები არის კიდევ სისტემური თუ აღარ არის, ყოველ შემთხვევაში ცალკეული წამების შემთხვევები არის პენიტენციურ სისტემაში თუ არა, აი მოკლედ რო შეგპასუხოთ კი ან არა. დემიმე ფაქტი გარდაცვალების მათ შორის, რომელიც შესაძლოა სწორედ შედეგი ყოფილიყო, ასეთი
არასტანდარტ მოპყრობის და წამების, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წამება და მე ამაზე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აღარ არის სისტემური პრობლემა, ნამდვილად პირობები, როგორც ასეთი გაცილებით გაუმჯობესებული არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აქვს ადგილი, თუმცა ამავე დროს არის პრობლემები, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუნდაც ის, რომ არსებობს გარკვეულწილად სუბკულტურა, რომელიც განსაკუთრებით რამდენიმე დაწესებულებაში კვლავ შესამჩნევია და ამ კულტურას, ამ სუბკულტურასთან უნდა იყოს უფრო გააქტიურებული. რა თქმა უნდა, ამაზე მაქვს საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით. დღევანდელი მოქმედი ნორმით სასჯელი ახსნების დაწესებულებები მხოლოდ 24 საათით ინახავენ ვიდეო ჩანაწერებს იმ დაწესებულებებში, სადაც ხდება ასეთი ჩანაწერების განხორციელება. ეს რა თქმა უნდა, ეს ვადა არასერიოზული, ამიტომაც ვითხოვთ, რომ ამ ვადის გაზრდა თუნდაც 10 დღის ვადით მოხდეს, რომ მოხდეს კონკრეტული ფაქტების გადამოწმება და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია. მომზადებული ასევე კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ეხება ვიდეო ჩანაწერებზე სახელმწიფოს აპარატის წვდომის უზრუნველყოფას. იმედი მაქვს ეს მადლობა, უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უჩან ანუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, საქართველოს სახალხო დამცველი. თქვენ უყურებდით გადაცემას ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია და რომელსაც უძღვებოდი მე სალომე ასათიანი. ამ გადაცემის ხილვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტებზე, ასევე Facebook-ზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ერთი კვირით მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.